ქართული ფეხბურთი ძალიან კარგ დონეზეა. უფრო და უფრო იხვეწება. ეს შეიძლება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაც შთაგონება იყოს, სადაც ფეხბურთი ჯერ კიდევ არც ისე განვითარებულია. იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრები უფრო განვითარდება და უფრო მეტ დიდ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ყველაფერი იწყება ფესვებიდან და საქართველოში კარგი მწვრთნელები მუშაობენ ბავშვთა ფეხბურთში. ამიტომ მგონია, რომ ეს პროცესი ძალიან კარგად წარიმართება. მთავარია დონის შენარჩუნება. ეს ძნელია, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო ახლა კარგ დონეზეა. ჩემთვის უდიდესი პატივია აქ ყოფნა. განსაკუთრებული მადლობა ასეთი მასპინძლობისთვის. გარდა იმისა, რომ ვთამაშობთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი ხალხის, ახალი კულტურის გაცნობა. იმედი მაქვს, რომ საზიამოვნო წარმოდგენას შემოგთავაზებთ და ყველა ვისიამოვნებთ. აქ 10 წლის წინ ვიყავი ფინეთის ნაკრებთან ერთად. საქართველო და ფინეთი დაახლოებით ერთ დონეზე იყვნენ. საქართველოს ახლა ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ყოველთვის ვადევნებ თვალს. მაგალითად, ადრე იყო შოთა, ახლა კვარაცხელია ჰყავთ. ქართული ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, რაც საინტერესო და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. საქართველოსა და ფინეთისნაირი ქვეყნებისთვის ეს დიდი მხარდაჭერა. მიხარია, რომ ქართულ ფეხბურთს წარმატებავს. მიხარია, რომ ამ თამაშის მონაწილე ვარ. მიყვარს ფეხბურთის თამაში. ბოლო წლებში რამდენიმე თამაში ჩავატარე. მითამაშია შოთასთან და ძალიან მიხარია, რომ ახლაც მის გვერდით ვიქნები. თამაში და გამოეწყოს და ჩვენც ამას მინდა ყველას მადლობა უთხრა. პირველ რიგში ფეხბურთელებს მადლობა უთხრა დროს რო გამონახეს და ჩამოვიდნენ სათამაშოდ, რაც ძალიან ბევრს უჭირს ხოლმე, მათ შორის სეზონის ბოლოა, ყველას თავისი გეგმები აქვს, ძალიან ბევრი დაკავებულია თავის კლუბებით და იცით ალბათ ჩემპიონთა ლიგის თამაშებები ყავთ, ტელევიზიებში მუშაობენ, სხვა რაღაც თავისი უამრავი საქმე აქვს, მაგრამ ყოველთვის ეს ერთი დღე ჩანს, რომ აი დავუშვათ შევიკრიბეთ, რაღაცა ვთქვით, რომ ეს კონფერენცია და ასე შემდეგ, მაგრამ მთელი ერთი წლის ნაწვალებია და იმედი მაქვს, რომ ხალხი რომელიც ხვალ მოვა, ძალიან ისიამოვნებს. თუ მოგეწონა ვიდეო, დალაიქე და გამოიწერე არხი.